საღამოშვიდობისა საყდრისის ირგვლივ გავითარებულ მოვლენებში პრეზიდენტი და პარლამენტიც ერთვება. დღეს ცნობილი გახდა სახელმწიფოს მეთაურის პოზიცია. გიორგი მარგველაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც დაუშვებლად მიიჩნევს მაღაროზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოებას. საპარლამენტო ოპოზიცია კი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ადმინისტრაციული სარჩელი შეიტანეს ახალგაზრდა იურისტებმა. პარალელურად არ წყდება აქციები კაზრეთში RMG Gold-ის თანამშრომლები შეიკრიბნენ, რომლებიც სამუშაო ადგილების შენარჩუნებას ითხოვენ. თბილისში კი საყდრისის ცველებმა და სტუდენტებმა საპირისპირო მოთხოვნით ჯერ მსვლელობა მოაწყვეს, საბოლოოდ კი ისევ კულტურის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. ქალაქში მსვლელობა სტუდენტებმა დღის მეორე ნახევარში დაიწყეს. აქციის მონაწილეთა მოთხოვნა უცვლელი იყო. შეჩერდეს სამუშაოები საყდრისის ტერიტორიაზე. სტუდენტები და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები მოწოდებებით ჯერ ეკონომიკის სამინისტროსთან შეჩერდნენ. მსვლელობა კი კულტურის სამინისტროსთან დაასრულეს. უწყებიდან მათ არავინ შეხვედრია. ეს ახალგაზრდები აკეთებენ იმას, რასაც სახელმწიფო უნდა აკეთებდეს და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აკეთებდეს. ეს ახალგაზრდები რეალურად აკეთებენ მათ საქმეს და იცავენ საყდრისი ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მომპოვებელ საბადოს. ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების დროც კი არ დატოვეს, ისე დაანგრიეს ეს კულტურული მემკვიდრეობა. ეს დარჩება ჩვენ სირცხვილად, მაგრამ რაც არ დაანგრეულა, აი ის უნდა გადარჩეს. კულტურის სამინისტრო არ გამოხმაურებია არც ადმინისტრაციულ საჩივარს, რომელიც დღეს არქეოლოგებმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა შეიტანეს. საჩივარი შეტანილია, შეასრულონ კანონით დაკისრებული მოთხოვნა, გამოსცენ სამუშაოების შეჩერების შესახებ შესაბამისი აქტი. სიღრმემდე არის შესწავლილი 1/3 მხოლოდ. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ დღესდღეობით ჯერჯერობით ვერ ჩააღწევდნენ ბოლომდის და გვინდა რომ ის ნაწილი გადარჩეს. საყდრისის გადარჩენის მხარდამჭერებმა მოთხოვნები დღეს საქართველოს პრეზიდენტს გააცნეს. გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი პოზიცია შეხვედრის შემდეგ წერილობით გაავრცელა და აღნიშნა, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ობიექტზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოება დაუშვებელია. პრეზიდენტი დაინტერესებული იყო როგორც ძეგლის ისტორიული მნიშვნელობის დეტალების შესახებ, ცალთ ვისაუბრეთ ბოლნისის რაიონის მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ და ეკოლოგიური პრობლემების შესახებ. საყდრისთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ დეპუტატებსაც. ოპოზიციამ დღეს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა, რომელიც საყდრისის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს შეისწავლის. საკანონმდებლო ორგანოში მსჯელობის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს უმრავლესობაც. საყდრისისათვის კულტურის ძეგლის სტატუსის მოხსნა განპირობებული იყო ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის პირადი ბიზნეს ინტერესებით. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს სპეციალური საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას. აუცილებელია, რომ პოლიტიკურ დონეზე შეფასება მოხდეს და დაერქვა სახელი იმას, თუ რა მოხდა რეალურად საყდრისთან დაკავშირებით. გადადგმული იქნა ისეთი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება დაკვალიფიცირდეს მომავალში როგორც დანაშაული. ამისთვის, რა თქმა უნდა, საჭირო იქნებოდა მაღალ დონეზე განხილვება. იმედი მაქვს, რომ პროცედურების სრული დაცვით შემოვა ეს საკითხი და განვიხილოთ. კიდევ ერთი აქცია დღეს საყდრისში გაიმართა. ამჯერად საკუთარი პოზიცია აქ კომპანიის თანამშრომლებმა დააფიქსირეს. ისინი აცხადებენ, რომ სამუშაოების შეჩერება საყდრისში დაუშვებელია, რადგან ადგილობრივების სამუშაო ადგილების გარეშე რჩებიან. მოგცენ იმის საშუალება გავაგრძელოთ მუშაობა, ვიმუშაოთ, შევინახოთ ოჯახები. ადრე სად იყვნენ ეს ადამიანები? ხო შეიძლება ადრე ამის დადგენა, დამტკიცება, დასკვნის დადება, რომ აქ არის ძეგლი. ყველას უჭირს ახლა და საერთოდ არ არის სხვა ორგანიზაცია და მაშინ მოგცენ საშუალება აგვიშენონ ისეთი ორგანიზაცია დაგვაფინანსო როგორც ეხლა ვარ და ეს მინდორი წაიღონ. თუ მინდორი უნდა, ჩვენთვის არის ეს მინდორი. ის ადგილობრივები კი, რომლებიც საყდრისში სამუშაოებს აპროტესტებენ, RMG Gold-ის თანამშრომლებისა და ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ. სამუშაოების განახლებისათვის მათ წინააღმდეგ საჩივარი პროკურატურაში დღეს შეიტანეს.